ფეხბურთი გვაერთიანებს ამ სლოგანით დღეს მინი ფეხბურთში მოყვარულთა ტურნირი დაიწყო. შეჯიბრი ფეხბურთის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის არჩილ გეგენავას ბიუროს ინიციატივით სტარტდება. გათამაშება 2 დღე გაგრძელდება, მაშინ მონაწილეობას ძველი თბილისის გამგეობის სამოქალაქო რეესტრის არჩილ გეგენავას ბიუროს სპორტ მედიას ეზოს ფეხბურთის ასოციაციისა და მთაწმინდის რაიონის გუნდები მიიღებენ. ტურნირის ფინალური შეხვედრა ხვალ სულხან საბას ქუჩაზე მდებარე მინის საფეხბურთო სტადიონზე 13 საათზე ჩატარდება, სადაც გათამაშების გამარჯვებულიც გამოვლინდება. ყოველ წელს სტატის რამდენჯერმე ვატარებთ გავს ტურნირებში. იმის მიუხედავად, რომ ძალიან ბევრი პრობლემაა დღეზე გამოწვევა ჩვენ ქვეყანაში, მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის შენარჩუნება, განვითარება და ის რომ მომავალ თაობას მაგალითი მივცეთ. ამიტომ ძალიან მიხარია თქვენ ნახავთ გუნდებში ჟურნალისტებსაც, თქვენ კოლეგებს ნახავთ ყოფილ ფეხბურთელებს, სხვა სპორტსმენებს, უბნის ფეხბურთელებს და რაც ყველა ჩართულია. გვაერთიანებს ფეხბურთის სიყვარული, ძალიან კარგია რომ ზამთარში ხდება ეს ყველაფერი და დამატებით სტიმულს და ინტერესს აძლევს და ფეხბურთის საერთაშორისო დღეა 10 დეკემბერი, როგორც მოგეხსენებათ და ვფიქრობ ამ ორ დღეში რაც რამდენადაც შეიძლება და მრავალფეროვნება როგორც გუნდების თვალსაზრისით, თვითონ ფეხბურთელების თვალსაზრისით მოვახერხეთ და შევქმნით და ეს ორი დღე ვფიქრობ ჯანსაღი ცხოვრება, გართობა და ხალისი იქნება.